3 ძმა, 3 ჯადოსნური ცხენი და 3 თავადი სასული. ძველ ქვის სახლში 3 ვაჟთან ერთად ერთი ღარიბი კაცი ცხოვრობდა. ერთად დადიოდნენ ხოლმე მთაში თავადისთვის ხეების მოსაჭრელად და ასე ირჩენდნენ თავს. ერთ დღეს გაცივდა მოხუცი კაცი და ჩავარდა ლოგინად. მიხვდა რომ ვეღარ ადგებოდა. შვილები იხმო სასთუმალთან, დასვა და უთხრა. და მშვიდობების დრო დაგვიდგა. ჩემზე არ იდარდოთ. მეგობრულად იცხოვრეთ და ყოველ თქვენგანს გახსოვდეთ. ადვილია იყო ცუდი, ძნელია იყო კარგი ადამიანი. გთხოვთ, ჩემს საფლავზე ერთი დიდი ლოდი ქვამარილი დადეთ და მოსულა არ დაგავიწყდეთ ხოლმე. გარდაიცვალა მამა და შვილებმა დიდი პატივით დაკრძალეს. მერე დიდი ქვამარილის ლოდი იშოვეს, გაასუფთავეს და მამის საფლავზე დადგეს. დღე არ გავიდოდა რომ ერთ-ერთი ვაჟი მამის საფლავზე არ მისულიყო და მალე შეამჩნიეს რომ ქვამარილი დღითი დღე ილევა და პატარავდება. უფროსმა ძმამ შესთავაზა ძმებს. ღამე უნდა დავუყარავდეთ საფლავს. როგორც ჩანს ვიღაცას მოეწონა ჩვენი მარილის ლოდი. ძმები დასთანხმდნენ. პირველად უფროსი ძმა წავიდა ღამით სადარაჯოდ. თოკით გაზომა ლოდის სიმაღლე და დანიშნულ ადგილას გაკვანძა, რომ დაემახსოვრებინა. მერე თავისი ნაბადი გაშალა, ზედ წამოწვა და ლოდინი დაიწყო. ელოდა და რომ დაღამდა ვეღარ გაუძლო და დაეძინა. ზედიზედ 3 ღამე ასე განმეორდა. მეოთხე დღეს სანამ სახლში წავიდოდა, დანიშნული თოკი ამოიღო. ქვამარილის ლოდს დაატოლა და ნახა რომ ლოდი დაპატარავებულიყო. მერე შუათანა ძმა წავიდა სადარაჯოდ. მანაც გაზომა ლოდის სიმაღლე თოკით. შემდეგ ძველი ნაბადი გაიშალა, წამოწვა და შეუდგა ლოდინს. ელოდება დარაჯობს ფხიზლად. უკვე გვიანი ღამეც დადგა. მაინც იმაგრებს თავს რომ არ ჩაეძინოს, მაგრამ შუაღამეს რომ გადასცდა, ვეღარ გაუძლო და დაეძინა. 3 ღამე გაგრძელდა ასე. მეოთხე დღეს სახლში წასვლამდე მანაც დაატოლა თოკი ლოდს და შენიშნა რომ ლოდი კიდევ დაპატარავებულა. ბოლოს უმცროსი ძმა ალი გაემართა მამის საფლავზე სადარაჯოდ. მივიდა საფლავთან, მაგრამ ლოდის გაზომვა არ უფიქრია. ამოიღო მშვილდი, შეარჩია კარგი მტკიცე ისარი, დაიფინა მიწაზე ნაბადი, დაჯდა და დაიწყო ლოდინი. დიდხანს ელოდა, შუაღამემად ჩაიარა, მაგრამ კაციშვილის ჭაჭანება არ ჩანს. ზის ალი და მშვილდს ხელს არ უშვებს. როცა ირიჟრაჟა ხედავს მთიდან დიდი შავი ღრუბელი დაიძრა და საფლავის თავზე ეშვება ნელ-ნელა. ეი, შენ, შავოღრუბელო, ვინც არ უნდა იყო, სული თუ ადამიანი, გინდათ ცხოველი, შეზდեք. შესძახა ვაჟმა და ფეხზე წამოხდა. მაგრამ შავი ღრუბელი უფრო და უფრო უახლოვდება მიწას. ალიმ მშვილდის ლარი მოსწია და ისარი გასტყორცნა. ზუსტად შუაში გაარტყა ღრუბელს და იმ წამსვე ღრუბელი ყორანა ცხენად გადაიქცა. აი, ვისყვარებია ჩვენი მარილი. როგორც ჩანს, ჯადოსნურ ცხენებს ჩვეულებრივზე არანაკლებად უყვართ მარილის ლოყვა. გაიფიქრა ალიმ, ეცა და შეახტა შავ ცხენს. აიჭრა ცხენი ცაში და ერთ წამში 7 ჯერ შემოუფრინა დედამიწას. შემდეგ დინჯად დაეშვა, ფაფარი შეიფერთხა, ამოიფრუტუნა და კმაყოფილმა ადამიანის ენაზე დაილაპარაკა. აი, ახლა კი ნამდვილად ერთი ზედმეტი წინწკარიც არ სადმაცხია. მე თუ არ ჩამთვლი ამ ჯიგიტს. ცხენი მიხვდა რომ დიდად მოხერხებულ მხედარს გადაეყარა და უნდა დამორჩილებოდა. ამიერიდან ჩემი ბატონი ხარ, მე კი შენი ერთგული ცხენი. ჩამოდი ძირს, ფაფრიდან ერთი ღერი ამომაძვრე და კარგად შეინახე. რა წამს დაგჭირდე, ხელებს შორის მოსრისე და სადაც არ უნდა ვიყო, შენთან გავჩნდები. უთხრა ყორანა ცხენმა ჭაბუკს. ჩამოვიდა ალი ცხენიდან და როგორც კი ამოაძრო ფაფრიდან ღერი, ცხენი გაუჩინარდა. მეორე ღამეს ისევ დაჯდა ალი თავის ნაბადზე მამის საფლავის სადარაჯოდ. გამთენიისას ხედავს მაღალი მთიდან თეთრი ღრუბელი დაიძრა და მარილის ლოდისკენ დაშვება დაიწყო. ალიმ შესძახა. ჰეი შენ, თეთრო ღრუბელო, ვინც არ უნდა იყო, სული თუ ადამიანი, გინდ ცხოველი, შეზდեք. ღრუბელი კი არ ჩერდება, უფრო და უფრო დაბლა ეშვება. ალიმ მოსწია მშვილდის ლარი, გასტყორცნა ისარი და პირდაპირ შუაგულში მოახვედრა. უეცრად ღრუბელი თეთრ დაშად გადაიქცა. ამ ცხენსაც მოსდომებია მარილიო, გაიფიქრა ალიმ და წამი არ დაუკარგავს, ეცა ცხენს და ამხედრდა. ჯადოსნური ცხენი ელვისებურად აიჭრა ცაში და 27 ჯერ შემოუფრინა დედამიწას. შემდეგ დინჯად დაეშვა, ფაფარი შეიფერთხა, ამოიფრუტუნა და კმაყოფილმა ადამიანის ენაზე თქვა.
აი ახლა კი ნამდვილად ერთი ზედმეტი წინწკალიც არ მაცხია. მე თუ არ ჩამთვლი ამ ჯიგიტს. მიუგო ალიმ. ცხენი მიხვდა, რომ დიდად მოხერხებული მხედარი შეხვდა და უნდა დამორჩილებოდა. ამიერიდან ჩემი ბატონი ხარ, მე კი შენი ერთგული ცხენი. ჩამოდი ძირს, ფაფრიდან ერთი ღერი ამომაძრე და კარგად შეინახე, რა წამს დაგჭირდე, ხელებს შორის მოსრისე და სადაც არ უნდა ვიყო შენთან გავჩნდები. უთხრა თეთრმა რაშმა ვაჟს. ჩამოვიდა ალი ცხენიდან და როგორც კი ამოაძრო ფაფრიდან ღერით ცხენი გაუჩინარდა. ალიმ კი ეს ღერით საგულდაგულოდ შეინახა. მესამე ღამესაც ჩამოჯდა ალი ნაბაძზე და დაუდარეჯდა საფლავს. დილაუთენია მთიდან წითელი ღრუბელი დაიძრა. ალიმ დაიძახა. ჰეი შენ, წითელო ღრუბელო, ვინც არ უნდა იყო, სული თუ ადამიანი, გინდა ცხოველი, შეზდეკ. ღრუბელი კი არ ჩერდება. უფრო და უფრო დაბლა დაეშვა. ალიმ მოსწია ძლიერად მშვილდის ლარი, გასტყორცნა ისარი და პირდაპირ შუა გულში მოახვედრა. უეცრად ღრუბელი წითურ ცხენად გადაიქცა. მას შენც დაეჩვი ემარილის ლოკვას, არა? წამოიძახა ალიმ, შეახტა ცხენს და ორივე ხელით ფაფარში ჩაეჭიდა. აიჭრა ცხენი ცაში და ერთ წამში 83-ჯერ შემოუფრინა დედამიწას. შემდეგ დინჯად დაეშვა, ფაფარი შეიფერთხა, ამოიფრუტუნა და კმაყოფილმა თქვა ადამიანის ენაზე. აი ახლა კი ნამდვილად ერთი ზედმეტი წინწკალიც არ სადმაცხია. მე თუ არ ჩამთვლი ამ ჯიგიტს. მიუგო ალიმ. ცხენი მიხვდა, რომ დიდი მოხერხებული მხედარი შეხვდა და უნდა დამორჩილებოდა. ამიერიდან ჩემი ბატონი ხარ, მე კი შენი ერთგული ცხენი. ჩამოდი ძირს, ფაფრიდან ერთი ღერი ამომაძრე და კარგად შეინახე. რა წამს დაგჭირდე, ხელებს შორის მოსრისე და სადაც არ უნდა ვიყო შენთან გავჩნდები. უთხრა წითურმა ცხენმა ვაჟს. ჩამოვიდა ალი ცხენიდან და როგორც კი ამოაძრო ფაფრიდან ღერით ცხენი გაუჩინარდა. ვაჟმა წითური ღერით შეინახა და სახლში წავიდა. ძმებს არაფერი უამბო, ხოლოდ ის უთხრა, რომ ამიერიდან ქვამარილის ლოდს აღარავინ ახლებდა ხელს. სანამ ალი მამის საფლავს დარაჯობდა, სოფელში ხმა გავარდნილიყო, რომ იმ მხარის თავადი თავის სამ ქალიშვილს ათხოვებდა. ულამაზესი ასულების ხელის თხოვნა ყველა ახალგაზრდა კაცს შეეძლო, მაგრამ თანხმობას მხოლოდ ჯიგიტების შეჯიბრში გამარჯვებული მიიღებდა. უფროსმა ძმებმა გადაწყვიტეს ბედის გამოსაცდელად წასულიყვნენ. შეკაზმეს ცხენებით და გაემგზავრნენ, მაგრამ ალი თან არ წაიყვანეს. სამნი ორი ცხენით ვერ წავალთ, დაგვრცინებენ. მესამე ცხენი კი არ გვყავს. თანაც შენ მაინც არაფერი გესაქმება იქ, ქვეყნის საუკეთესო ჯიგიტებს მაინც ვერ გაიჯიბრები. ალიმ არაფერი უპასუხა. დაელოდა, სანამ ძმები კარგა მანძილით დაშორდებოდნენ სახლს. ამოიღო შავი ცხენის ფაფრის ღერი და ხელებში მოსრისა. იმ წამს გაჩნდა მის წინ ყორანა ცხენი. მზად ვარ გემსახურო ალი, სად გსურს გამგზავრება? თავადის სასახლესთან. ოღონდ ხმელეთით წადი, საშიფრენა არ გინდა. მიუგო ვაჟმა. გაიჭრა შავი ცხენი მთის ვიწრო გზაზე. მალე დაეწია და გაასწრო ალის ძმებს. ძმებმა მოწიწებით უპასუხეს გაელვებულ მგზავრს სალმით სალამზე, თვალი გააყოლეს და შუათანა ძმამ თქვა. როგორ მოჰყავდა ეს მხედარი ჩვენს უმცროს ძმას, ალის? უმცროსი ძმა კი მიაგელვებდა ცხენს. ყორანა ცხენი ქარს მიაპოვდა. გზაზე ქვებს ნაპერწკლებს აყრევინებდა და მკვეთრ მოსახვევებში, როდესაც ალი მის შენელებას ცდილობდა, დაძაბულობისაგან აღვირს უჭერდა კბილებს. მალე მიაღწიეს თავადის სამფლობელოს. სასახლეს რომ მოახლოვდებოდნენ, ალი თავშეყრილ აუარებად ჯიგით ელოდა, მაგრამ სასახლის წინ მოედანი ცარიელი იყო. სასახლის შესასვლელთან მხოლოდ მოხუცი თავადი იჯდა სავარძელზე და ბებერ ძულებს მზეზე ითბობდა. აქეთ-იქით ორი ხმლიანი მცველი ედგა. ალიმ თავი დაუკრა თავად და ჰკითხა. დანარჩენი ჯიგიტები სად არიან? ძალიან ადრე ხომ არ მოვედი? დაიგვიანე ჯიგიტო. იქედნური ღიმილით მიუგო მოხუცმა თავადმა. შენი მეტოქეები რა ხანია მიაჭენებენ რაშებს? ორი სრული დღე და ორი ღამე გავიდა, რაც გაემგზავნე. სადაცა მესამე დღეც მიილევა. დიდო თავადო, საით მიემართებიან? თუ მეტყვი, იქნებ როგორმე დავეწიო. თავადმა მხრები აიჩეჩა და უპასუხა.
ყაზბეგის მთის ძირას ერთი წყაროა. იმ წყაროსთან დიდი მსხლის ხე იზრდება. ხის ქვეშ კოკა დგას. ამ კოკაში ჩემი უფროსი ქალის ბეჭედია. ვინც პირველი მივა კოკამდე, ბეჭედს ამოიღებს და მე მომკვრის. ჩემ ქალს მას მივათხოვებ. გაკრა ცხენს დეზე ალიმ და გაიჭრა ცხენი იმ მიმართულებით, საითაც უკვე 3 დღე და ღამე მისი მეტოქეები მიაჭენებდნენ. ამჯერად ცხენი მიწაზე აღარ აკარებდა ფლოქვებს. ჰაერში აიჭრა და ქარს ასწრებდა. 1 საათიც არ დასჭირდა ჯიგიტების დასაწევად ალის. გადაასწრო, მივიდა ყაზბეგის მთასთან, იპოვა წყარო და მსხლის ხე. ამოიღო ბეჭედი კოკიდან და უკან დაბრუნდა. მზე ჯერ კიდევ მაღლაც აშიანათებდა, როდესაც სასახლესთან დაბრუნდა და თავაც ბეჭედი გაუწოდა. გაუკვირდა თავაც, მაგრამ მიცემული სიტყვა არ გატეხა. ნამდვილად იმსახურებ ჩემ უფროს ქალს, მაგრამ ქორწილს 3 შვილს ერთად გადავუხდი. დაბრუნდი შინ და დამელოდე, როდესაც 3 ქალს ეყოლება საქმრო, გამოვაცხადებ ქორწილის თარიღს. მერე დაბრუნდი შენც და წაიყვანე ქალი. უფროსმა ძმებმა შორიდან დაინახეს, როგორ გაუწოდა ყორანა ცხენის მხედარმა თავაც ბეჭედი, მაგრამ ძმა ვერ იცნეს. თვითონ ის იყო მოეღწიათ სასახლის სიახლოვეს. ეს შესაძლებლობა დავკარგეთ. თქვა შუათანა ძმა. ხვალ უფრო ადრე უნდა ავდგეთ. იქნებ შუათანა და მაინც შეხვდეს რომელიმე ჩვენგანს. მოატრიალეს ცხენები და სახლში დაბრუნდნენ. უმცროსი ძმა უკვე სახლში გახლდათ. სახურავის შეკეთებით ისე იყო გართული, თითქოს იმ დღეს სახლიდან გამგზავრება აზრადაც არ მოსვლია. დაინახა ძმები და ჰკითხა. ვისი ცხენი მოვიდა პირველი? ვინ გახდება თავადის უფროსი ქალის საქმრო? შენ რაში გაინტერესებს? ჯერ ახალგაზრდა ხარ. ისე რაღაცით კი ჩამოგგავდა, მაგრამ ისეთ ცხენზე იჯდა, მსგავსი ცხოვრებაში არ გეყოლება ნანახი. უპასუხა უფროსმა ძმამ ალის. გამთენიისას ძმებმა ისევ აღკაზმეს ცხენები. უმცროსი ძმა არც ამჯერად წაიყვანეს თან. როგორც კი ძმები სოფლიდან გავიდნენ, ალიმ თეთრი ცხენის თმის ღერი ამოიღო და ხელებს შორის მოსრისა. თეთრი ცხენი იმ წამსვე მასთან გაჩნდა. მზად ვარ გემსახურო ალი, საითინებებ გამგზავრებას? ვაჟმა უამბო, რომ იმ ჯიგიტებს უნდა შეეჯიბროს, ვინც დღეს შუათანა დის ხელისთვის შეჯიბრს აპირებდა. თავადის სასახლესთან წავიდეთ, ოღონდ ხმელეთით ვიაროთ, ცაში არ აიჭრა. გაიჭრა თეთრი რაში მთის ვიწრო გზაზე. მალე დაეწია და გაასწრო ალის ძმებს. ძმებმა მოწიწებით უპასუხეს უცნობი მხედრის სალამს. თვალი გააყოლეს გაელვებულს და შუათანა ძმამ ისევ ჩაილაპარაკა. როგორ მოგავს ეს მხედარი ჩვენს უმცროს ძმას ალის? უმცროსი ძმა კი მიაჭენებდა და მიაჭენებდა ცხენს. თეთრი რაში ქარს მიაპოვდა. გზაზე ქვებს ნაპერწკლებს აყრევინებდა და მკვეთრ მოსახვევებში, როდესაც ალი მის შენელებას ცდილობდა, დაძაბულობისაგან აღურს უჭერდა კბილებს. ამჯერად თავადის სასახლის ეზო სავსე იყო ხალხით. უთვალავი ჯიგიტი ჩამოსულიყო. ყოველი მათგანი ოცნებობდა შუათანა მზე თუ ნახავი ქალი მოეყვანა ცოლად. თავადმა გამოაცხადა. მხოლოდ ერთი რჩეული ვაშკაცი გახდება ჩემი შუათანა ქალის საქმრო. ის, ვინც აი ამ მთის წვერზე ავაცხენით და არწივის ბუდიდან ბუმბულს ჩამომიტანს. გაუკვირდათ მთხოვნელებს, ერთმანეთს გადახედეს. სალი კლდესავით მთა იყო. არსად მოჩანდა ხე ან ბუჩქი. ვერაფერს მოეჭიდებოდნენ. ჩლიქის მოსაკიდებელი ადგილიც კი არ მოჩანდა ცხენისთვის. არწივის ბუდე კი ზედ მთის წვერზე იყო ღრუბლებში ჩამალული. ალიც შეეჭუდა, შეძლებდა თუ არა ამ მთაზე ასვლას, მაგრამ რაშმა დაამშვიდა. წინ გავიჭრები ბრბოდან და წამში ავფრინდები მთაზე, მაგრამ შენ მთელი ძალით ჩამებღაუჭე ფაფარში. მათ რახი გადამიჭირე ისე, გვერდი რომ ამეწვას და 63 ჯიგიტზე ხმამაღლა შეხვირე. ალი ჩაებღაუჭა ფაფარში, ცხენს მაგრად შემოაჭდო ფეხები და როგორც კი ნიშანი მისცა, თეთრი რაში გაიჭრა ბრბოდან. გადაუჭირა ვაჟმა მათ რახი ისე, რომ ცხენს გვერდები აეწვა და შეუძახა, როგორც რაშმა დაარიგა. აიჭრა ციცაბო მთაზე თეთრი რაში, წინა ჩლიქებს დაადგამს, ბილიქს კაფავს, უკანა ჩლიქებს დაადგამს და ფართო გზას ჭრის.
თვალის დახამხამებაში ააქროლა თავისი მხედარი მთის წვერზე და არწივის ბუდესთან გაჩერდა. ამოიღო ბიჭმა ბუდიდან ბუმბული, ჩამოვიდა მთიდან და გაუწოდა თავადს. გაოცდა თავადი, მაგრამ მიცემული პირობა არ დაარღვია. ნამდვილად იმსახურებ ჩემ შუათანაქალს, მაგრამ ნათქვამი მაქვს, რომ ქორწილს სამივე შვილს ერთად გადავუხდი. დაბრუნდი შინ და დამელოდე. როდესაც სამივე ქალს ეყოლება საქმრო, გამოვაცხადებ თარიღს და მაშინ დაბრუნდი შენც. შორიდან უყურებდნენ ალის ძმები, როგორ მიაწოდა არწივის ბუმბული თავადს მხედარმა, მაგრამ სახის კარგად გარჩევა ვერ მოასწრეს. შუათანადაც გაუშვით ხელიდან. უთხრა ერთმა ძმამ მეორეს. ხვალ, კიდევ უფრო ადრე უნდა ავდგეთ. იქნებ უმცროსი ქალი მაინც ვერგოს რომელიმეს. თავიანთი სოფლისკენ გასწიეს. ისევ სახლში დახვდათ ალი, რომელსაც არაფერზე ეტყობოდა, რომ სახლიდან ფეხი ჰქონდა გადგმული. შეკითხვით შეეგება უმცროსი ძმა ძმებს. დღეს რომელმა ჯიგიტმა გაიმარჯვა? ვინ იქნება შუათანა ასულის საქმრო? ძმებმა გუშინდელივით პასუხი გასცეს. შენ რაში გაინტერესებს? ჯერ ახალგაზრდა ხარ ასეთი ამბებისთვის. სიმართლე რომ ითქვას, შენ გავდა ის ჭაბუკი, მაგრამ ისეთ ცხენზე იჯდა, მსგავსი ცხოვრებაში არ გეყოლება ნანახი. მესამე დღეს უფროსი ძმები გათენებამდე ადგნენ. ალის ჯერ ისევ ეძინა ცხენებს, რომ მოახტნენ და გაემგზავრნენ. კარგა შორს რომ იყვნენ, ალი წამოდგა, წითური ცხენის ფაფარი მოსრის სახელებში და ცხენი იმ წამსვე მასთან გაჩნდა. მზად ვარ გემსახურო ალი, საით გსურს გამგზავრება? ვაჟმა უთხრა, რომ იმ ჯიგიტებს უნდა შეეჯიბროს, ვინც დღეს თავადის უმცროსი ასულის ხელისთვის შეჯიბრს აპირებდა. თავადის სასახლესთან წავიდეთ. ოღონდ ხმელეთით ვიაროთ, ცაში არ აიჭრა. სთხოვა ცხენს ალიმ. გაიჭრა წითური ცხენი მთის ვიწრო გზაზე. მალე დაეწია და გაასწრო ალის ძმებს. ძმებმა დაბლად უპასუხეს უცნობი მხედრის სავანს. თვალი გააყოლეს ტყუიასავით ჩავლეს და გაკვირვებულმა შუათანა ძმამ ისევ თქვა. როგორ გავს ეს მხედარიც ჩვენ უმცროს ძმას ალის? უმცროსი ძმა კი მიაჭენებდა წინ. წითური ცხენი ქარს მიაპოვდა. გზაზე ქვებს ნაპერწკლებს აყრევინებდა და მკვეთრ მოსახვევებში, როდესაც ალი მის შენელებას ცდილობდა, დაძაბულობისაგან აღვირს უჭერდა კბილებს. თავადის სასახლეს რომ მიაღწია, ჯერ კიდევ სისხამდილა იყო, მაგრამ ეზოში უკვე მოგროვებულიყო მთხოვნელების ჯარი. ბევრი მათგანი იმ სიშორიდან იყვნენ მოსულნი, შეჯიბრებებს შორის პერიოდში სახლში დაბრუნებას აზრი არ ჰქონდა და იქვე სასახლის ეზოში ათევდნენ ღამეს. კარგა მოგვიანებით ალის ძმებიც გამოჩნდნენ, მაგრამ იმ აურზაურში ძმა ვერ შეამჩნიეს. როგორც იქნა, სასახლიდან თავადი გამოვიდა. მიუახლოვდა ჯიგიტებს, ყურადღებით შეათვალიერა ყველა მათგანი და მხოლოდ ამის შემდეგ თქვა, ხმამაღლად და გარკვევით, ისე რომ ყველას გაეგო. ჩემი უმცროსი ქალის საქმროდ იმას გამოვაცხადებ, ვინც ჭენებით ჩავა 32 არშინიანი ჭის ფსკერზე და იქიდან ცხვარს ამოიყვანს. შეკრთნენ ჯიგიტები, უკან დაიხიეს, აღლდა და ახმაურდა ეზო. წარმოუდგენელი ამბავი იყო ვიწრო ჭაში ცხენით ჩასვლა, როგორც ჩანს არ უნდოდა უმცროსი ქალის გათხოვება თავადს. ეთქვა პირდაპირ, რასაჭიროა შეუძლებელი დავალების მოცემაო, გაიძახოდნენ. ალისაც შეეპარა ეჭვი, მაგრამ წითურმა ცხენმა დაამშვიდა. ეგ არაფერი, მაგაზე უარესებიც მინახავს. არ დაინდო ჩემი გვერდები, კარგად გადამიჭირე მათრახი და ისე შესძახე, რომ მხოლოდ ხალხი კი არა, ხეებიც დაიხარონ მიწამდის. და, რაც მთავარია, მაგრად მომეჭიდე. ალი ცალი ხელით მაგრად ჩააფრინდა ფაფარში ცხენს. მეორეთი მათრახი გადაუჭირა და რაც ძალი დაღონე ჰქონდა შეჰყვირა, ისე რომ ადამიანებიც და ხეებიც წელში მოიდრიგნენ. ცხენმა წინ გააქროლა მხედარი და მიფრინდა ჭასთან, რომელშიც თავადის მსახურებმა ცხვარი ჩაუშვეს. წინაჩლიქებით ცხენი მიწის თხრას შეუდგა, უკანათი კი უკან ყრიდა. წუთში ჩავიდა ფსკერამდე. ალიმ ჩაავლო ცხვარს რქაში ხელით და ცხენი მოაბრუნა. თითქმის ამოვიდნენ ზედაპირთან, რომ ცხვარს რქა მოსწყდა და ისევ ჭის ფსკერზე დაეცა. თავადის უმცროსი ქალიშვილი სასახლის ფანჯარასთან იჯდა და ყველაფერს ხედავდა. დაინახა, რომ ალის ცხვარი ხელიდან გაუვარდა და დაუძახა. მატყლში ჩაეჭიდე. ალიმ დაუჯერა ქალის რჩევას, დაბრუნდა ჭის ფსკერთან, მაგრად ჩაეჭიდა მატყლს. ჭიდან ამოვიდა და ცხვარი თავადის ფეხებთან დააგდო. თავადმა თქვა:
აი ვინ იმსახურებს ჩემი საყვარელი შვილის ხელს. ახლა კი ქორწილისთვის მზადებას დავიწყებთ. 3 დღეში დაბრუნდი ქორწილისთვის, მამაცო ბაშკაცო. ალიმ გააჭენა ცხენი სახლისკენ და მიჰყვნენ გულდაწყვეტილი მეტოქეები. როდესაც ძმები თავიანთ სოფელში დაბრუნდნენ, ალი უკვე ბოსტანში ფუსფუსებდა, ვითომც არაფერი. ისე იკითხა, თითქოს არაფერი ცოდნოდა და არსად ყოფილიყო. დღეს ვინ გაიმარჯვა შეჯიბრში? ვინ გამოაცხადეს უმცროსი ქალიშვილის საქმროდ? შენ რაში გაინტერესებს? ჯერ ახალგაზრდა ხარ. სიმართლე რომ ითქვას, კი გგავდა შენ, მაგრამ ისეთ ცხენზე იჯდა, მსგავსი ცხოვრებაში არ გეყოლება ნანახი. ვეღარ მოითმინა ალიმ. ჯერ შავი თმისღერი ამოიღო, მერე თეთრი და წითური. მოსრისა სამივე ხელებში და იმ წამს სამივე ცხენი მის წინ გაჩნდა. ძმებმა გაოცებისაგან უკან დაიხიეს. აბა ახლა რა სიტყვით? ყავს თუ არა ნანახი შესანიშნავი ცხენები? მიმართა ალიმ უფროს ძმებს. ძმებს ძალიან შერცხვათ. თვალს ვეღარ უსწორებდნენ უმცროს ძმას, დაუწყეს ბოდიშების ხდა. არ არის საჭირო ბოდიში. უთხრა ალიმ. გახსოვთ მამამ რა დაგვიბარა? მეგობრულად იცხოვრეთ, ერთმანეთს გაუფრთხილდითო, თქვენ კი დაივიწყეთ მისი დანაბარები, ხოლო საკუთარ თავზე ზრუნავდით, ხოლო თქვენი თავი მიგაჩნდათ ჯგიტებად, მაგრამ მე არ დამვიწყებია მამის სიტყვები, ადვილია იყო ცუდი, ძნელია, კარგი ადამიანი იყო. მე ისე მოვიქცევი, როგორც მამას უნდოდა, ჩვენ ძმები ვართ და მეც ძმურად მოგექცევით. ამოირჩიეთ თქვენთვის თითო ცხენი, შემდეგ წავიდეთ თავადთან და ყოველმა ჩვენგანმა ამოირჩიოს ის ასული, რომელიც გულში ჩაუვარდება და რომელსაც ჩვენც მოვეწონებით. ასეც მოიქცნენ. 3 დღეში თავადმა გამოაცხადა, რომ ქორწილის დრო მოვიდა. ალი და ძმები ჯადოსნურ ცხენებზე ამხედრებულნი გაემგზავრნენ თავადის სასახლისკენ. უფროსმა ძმამ უფროსი ასული აარჩია, შუათანამ შუათანა. ალიმ კი ყველაზე უმცროსი. გოგონას დანახვაზე ალიმ იფიქრა, რომ ის ყველაზე კეთილია მთელ სამყაროშიო. ისიც ახსოვდა, როგორ დაეხმარა გოგონას რჩევა ცხრის ჭიდან ამოყვანაში. 3 დღე და ღამე გაგრძელდა დიდებული ქორწილი. შემდეგ ძმები ცხენებზე შეხტნენ და წინ თავადის ასულები დაისვეს. თავადმა ყველა უხვად დაასაჩუქრა, გააცილა და ყველანი თავიანთი სოფლისკენ გაემგზავრნენ. წინ ალი მიაჭენებდა წითურ ცხენს, შემდეგ შუათანა ძმა მისდევდა თეთრ რაშზე ამხედრებული და ბოლოს შავი ცხენით უფროსი ძმა მიჰყვებოდათ. დაბრუნდნენ სახლში და დაიწყეს ბედნიერი ცხოვრება. ბედნიერი და ძმური, როგორც ბრძენმა მამამ დაუბარათ.